ახალ მოგესალმებით მეცხრე არხზე ახალი ამბების დროა 18 საათზე დღის სიახლეებს მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. თბილისში საპროტესტო გამოსვლები განახლდა ძირს ტირანია ძალაუფლება ხალხს ამ ლოზუნგით სტუდენტების აქცია გრძელდება. შეკრება 3 საათის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყო და თავდაცვის სამინისტროსთან გაგრძელდა. მიტინგის მონაწილეები თავდაცვის მინისტრ შაშკინისა და მისი მოადგილის დათა ახალაიას გადადგომას. ასევე პატიმართა წამებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ. ეს არის სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პერმანენტულად იმართება და მათ ორგანიზატორების თქმით არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან კავშირი არ აქვს. საპროტესტო გამოსვლას უკვე შეუერთდნენ საპატრიარქოს მგალობელთა ანსამბლის წევრები. რა ხდება აქციაზე ამ წუთებში გიორგი მანჯავიძე აშუქებს სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებს და მას ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. გიორგი, სად იმყოფებიან ამ დროისთვის აქციის მონაწილეები და რა მოთხოვნებით გამოდიან ისინი? აქციის მონაწილეები სულ რამდენიმე წუთია ახალგაზრდა ინსტიტუციის სახლში შეიკრიბნენ იმ ადგილას, სადაც სტუდენტთა ნაწილობის საამიროა შიმშილობს, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ამ სტუდენტებს და ეგრევე ეს არის იმ აქციის გაგრძელება და ასე ვთქვათ, დღევანდელი დასასრული, რომელიც 3 საათზე დაიწყო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ზუსტად 3 საათზე შეიკრიბნენ სტუდენტები და ახლობით 9 საათის განმავლობაში გამართეს აქცია და შემდეგ საპროტესტო მსვლელობით სტუდენტებმა აქციის მონაწილეები გადაინაცვლეს თავდაცვის სამინისტროდან, სადაც 1 საათის განმავლობაში ისინი ჩვენთან ახლა იმყოფება ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ცაგარელი, რომელიც ახალ მოთხოვნას სანდრო, რა არის ახალი მოთხოვნა? ჩვენ ინფორმაცია გიხართ ეს კავშირები რომელიც ჩვენ აუცილებლად მეყოდეს შესაძლებლობა ვაკონტროლოთ სიტუაცია არ შეიძლება. იმიტომ რომ ძალაუფლებული იყოს სტუდენტების ხალხის და ბრიტანეთის სტუდენტების არჩევანი. ეს არის ჩვენი ახალი მდგარი საზოგადო მოთხოვნა და ამას აუცილებლად ძალაუფლებამ დახება. თუ მაინც გოხდა ისე რომ შეიზღუდა არჩევნების კონტროლის შესაძლებლობები, ჩვენ მაშინ მივმართოთ სხვა ზონებს და შეიძლება მეტი ზეწოლა მშვიდობიანი ფორმით ახლა მოახდინოთ CSK-ზე და იმ ორგანოებზე, რომელიც პასუხისმგებლებია და სანდრო უკვე მოგახსენა ჩვენ რა მოთხოვნები გვაქვს CSK-სთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ არ არის საკმარისი და ბადრაგიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული უნდა მოხდეს მათი გამოძიება უნდა დაიწყოს ამ ადამიანების შესახებ იმ საქმიანობაზე, რასაც ეს ადამიანები აწარმოებენ და უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული უკავშირდება, რომ მასკერი უნდა დარჩეს რადგან იმ კადრებმა, რომლებიც ჩვენ დავინახეთ დაადასტურა, რომ ალტერნატიული მედია საშუალებები უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იმის, რომ დემოკრატიული პროცესები დაიწყოს ქვეყანაში. ქართველი ახალგაზრდობის მოთხოვნა, ქართველი ახალგაზრდობა ჩვენ მთავრობას, ჩვენ ხელისუფლებას უკეთავს დემოკრატიას, უკეთავს იმ გარდაქმნებს, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს უკეთესი საზოგადოების კენ, სადაც არ იქნება ისეთი ჩაგვრა, არ იქნება წამება ადამიანების და ჩვენ მივიღებთ სამართლიან და ღირსეულ საზოგადოებას და ჩვენ ამ მოთხოვნებს არ ვაყენებთ მხოლოდ არჩევნებამდე. ჩვენ ამ მოთხოვნებს დავაყენებთ არჩევნების შემდეგაც და ქართველი ახალგაზრდობა მოითხოვს, რომ მშვიდობიანად, წყნარად ჩვენ მივალთ არჩევნებამდე. მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი სამოქალაქო თვითშეგნება, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ვაიძულოთ ხელისუფლებას, ის ხელისუფლება, რომელიც მოვა, ასე ვთქვათ, რომელიც მოვა სათავეებთან, რომ მათ უნდა შეასრულონ ქართველი ახალგაზრდების დამოკლეს მართული ნებისმიერი ხელისუფლების ხალხი ჩამოყალიბებული.
სადაც ამ დროისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან შეკრებილები, მოთხოვნა არის ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა უნდა დადგეს ყველა იმ მაღალჩინოსნის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც პატიმართა წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე არიან პასუხისმგებლები. ასეთი არის სტუდენტების მოთხოვნა, ისინი ცოტა ხნის წინ მივიდნენ იუსტიციის სახლთან, გეგმა კი ასეთია, დაახლოებით ყოველ შემთხვევაში რამდენიმე საათის შემდეგ ისინი საკუთარ საპროტესტო გამოსვლას ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გააგრძელებენ, სადაც დღევანდელი საპროტესტო გამოსვლა განახლდა. ამის შემდეგ უკვე უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან სტუდენტებმა ფეხით მსვლელობით გადაინაცვლეს თავდაცვის სამინისტროსთან. იქაც ისინი კონკრეტული მოთხოვნებით მივიდნენ და ითხოვდნენ თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის, აგრეთვე მისი მოადგილის ბაჩუ ახალაიას ძმის დათა ახალაიას გადაყენებას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ისინიც არიან პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლები იმ წამების ამსახველ შემზარავ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთი კვირის წინ ტელევიზიით გავრცელდა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სტუდენტებს, რომლებიც ამ წუთებში იუსტიციის სახლთან არიან შეკრებილები. დარახდება თბილის გარეთ აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც ადგილი და მოთხოვნა უცვლელია ახალგაზრდების შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ აქციის მონაწილეების აზრით მინისტრების მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება საკმარისი არ არის, ამიტომ მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. დღევანდელ საპროტესტო გამოსვლას ცოტა ხნის წინ სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და მოსწავლეები შეუერთდნენ. სტუდენტები დღის ბოლოს აქციის დროებით შეწყვეტას აპირებენ, თუმცა ამბობენ, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდება, მაშინ არჩევნების შემდეგ პერმანენტული გამოსვლები ისევ გაგრძელდება. განადგომისთვისაც და იმისათვის, რომ მართლაც ჩვენს ვიზიარებთ, რა თქმა უნდა, იმ დიდ პროტესტს, რომელსაც დღეს ყველა ნორმალური ქართველი, რომელიც ცხოვრობს და კიდე საქართველოში, კიდე მის გარეთ, მართლაც გარეთ, იზიარებს და ამბობს იმის გამო, რაც ვიხილეთ. ეს არის უდიდესი ცოდვა და საშინელება, რაც საპატიმროებში ხდება. ჩვენ ამ აქციას დღეს დავშეთებთ, რომ ეს აქცია არის ბოლო და ჩვენ არჩევნებამდე ვაჩერებთ პროტესტს, ან ვინაჩვენებთ სიმშვიდეს, რათა შესაძლებლობა. ეს აქცია ძირითადად ემსახურება მიზანს, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე და ეს მოხდეს არ ძალადობრივი ფორმით, არამედ კანონიერი ფორმით და კანონის პარტიაში დაიშვა. საპროტესტო გამოსვლა გრძელდება ქუთაისშიც. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ქუჩებში ფეხით მსვლელობას აწყობენ. სისტემა კლავს არაძალადობას, ასეთი აქციების ლოზუნგი. ამ ფორმით ახალგაზრდები პატიმრების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ. დღევანდელი საპროტესტო გამოსვლა სიმბოლურად ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან დასრულდება. ჩვენ ვაპროტესტებთ პატიმართა ძალადობას, ვაპროტესტებთ იმას, რომ არასრულწლოვნებზე იყო ძალადობა და გუშინ იყო არასრულწლოვნებზე ძალადობა. ჩვენ არავინ არა ვართ იმისგან დაზღვეულო, ხვალ ჩვენზე არ იხმარენ ძალას და ჩვენ ყველას მოვუთხოვთ, რომ დადგნენ ჩვენთან ერთად, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და შიშველი ხელებით ვებრძოლოთ ძალადობას. მინდა რომ ქუთაის მოგიწოდოთ, ახალგაზრდებო, გამოდით, ნუ გეშინიათ, ჩვენ ერთად ვართ და თუ კი ერთად ვიქნებით, ჩვენ არ ვართ არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი და არც არასამთავრობოს. ჩვენ ვართ სუფთა ქართველები, სუფთა ახალგაზრდები, ქუთაისლები და გთხოვთ ყველას მოგიწოდეთ, ჩვენ გვერდში დაადექით, რადგან სისტემა უკვე ყარს და უნდა დაინგრეს ეს სისტემა. ჩვენ შევუერთდებით ამ ძალადობას და ვფიქრობთ, რომ ყველა უნდა დადგეს მთელი ქუთაისელი, ყველა სტუდენტები და უნდა დაგვიჭიროს მხარი და არაძალადობას. საპროტესტო გამოსვლა მოიწყო თბილისში ევროკავშირის ოფისთანაც შეწყდეს გაერთიანების მიერ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ციხეებში მონიტორინგს ვერ ატარებენ. ასეთი იყო მოთხოვნა აქციის, რომელიც მოძრაობა 7 ნოემბერმა გამართა. ორგანიზაციის აქტივისტები საერთაშორისო ორგანიზაციას თხოვენ დაფინანსება გამოიყოს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საპყრობილეებში მონიტორინგს ჩაატარებენ და პატიმრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირმა შეწყვეტოს ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რეალურად არ ახორციელებენ მონიტორინგს ციხეებში. ის ადამიანები შედიოდნენ ციხეებში ამბულსმენებთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ თითქოს და მათ გამოჰქონდათ
ასე ვთქვათ, ინფორმაციები არაადეკვატური, საზოგადოების წინაშე გამოქონდათ ყალბი ინფორმაციები და აქედან გამომდინარე თქვენ კარგად იხილეთ ამ დღეებში თუ როგორი კადრები იყოს მოსახლეობისთვის, ასე ვთქვათ, შემზარავი კადრები. საპროტესტო ტალღა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. პატიმრებზე ძალადობა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმაც დაგმეს. ემიგრანტების აქცია კიოლნში გაიმართა. საქართველოს მოქალაქეები სიმბოლურად იმ შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც წლების წინ გესტაპო გერმანელ მოქალაქეებს აწამებდა. ეს არის საშინელი დანაშაული, ვგმობთ ამას და ჩვენ მიუხედავად ტერიტორიული დაშორებისა ვარ ქართული საზოგადოების ნაწილი და ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ ჩვენი სიტყვა გვეთქვა. ჩვენი სრული სოლიდარობა ქართულ პატიმრებს და ისინი არ არიან მარტო და ეს მათ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ისინი აგებენ იმ კონკრეტული დანაშაულისათვის პასუხს, რისთვისაც დაიჭირნენ, მაგრამ ეს ქმედებები აუცილებლად აღიკვეთება საქართველოში. კიდევ ერთი სპორტსმენის პროტესტი კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია პატიმართა წამების ფაქტს გმობს და განცხადებას არცელებს. აქ ჩემს სამეგობროში მუდმივად ვსაუბრობდი ქართულ ტრადიციებზე და მათ ვეპატიჟებოდი საქართველოში. ამის შემდეგ როგორ უნდა დავიცვა თავი და გავამართლო ეს ფაქტი. რა ტურიზმსა და ინვესტიციაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში მსგავსი რამ ხდება. სხვა ქვეყანა რა რეაგირებას მოახდენს, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი ოჯახი, ნათესაობი და მეგობრები საქართველოში არიან და მე სწორედ საქართველოს ვუდგავარ გვერდში. ამ სისასტიკის წინააღმდეგ მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. მე საქართველოს გვერდით ვარ. ქრისტიანულ ქვეყანაში თუ ასეთი რამ მოხდებოდა და ქართველი ქართველს ასე მოექცეოდა, ვერ წარმომედგინდა. დავდგეთ ჩვენი ქვეყნის გვერდით და ძალადობის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლოთ. ნათქვამი არის ატლანტაში მყოფი ზაზა ფაჩულიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გოგა ხაინდრავა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დააპატიმრონ. ამომრჩეველთა ლიგის წევრის თქმით, 2 დღეა უთვალთვალებენ და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მის მანქანას დახვებიან. ხაინდრავა დიდი 40-ის გამო დღეს სასაფლაოზე იყო უკან დაბრუნებულსკის სახლის ჭიშკართან ემელის მარკის ჯიპი დახვდა სერიით GWJ 679, რომელშიც სამოქალაქო ფორმიანი 4 პირი იჯდა. ოჯახის წევრების განმარტებით უცნობებმა მათ განუცხადეს, რომ პოლიციის სამმართველოდან არიან და ოპერაციას ატარებენ, თუმცა არ დააკონკრეტეს ვის აყვანას გეგმავდნენ. მას შემდეგ რაც ხაინდრავას მეგობარმა უცნობებს მოსთხოვა დაეკონკრეტებინათ რა ოპერაციაზე იყო საუბარი, მანქანაში მსხდომებმა სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მის სახლის სადარბაზისთან შევნიშნეთ 4 მანქანა. იყო ამ მანქანაში 4 მამაკაცი. ძალიან სიახლოვეს იდგნენ სადარბაზოს და პირველად გვეგონა რომ მასენი სტუმრები იყვნენ და როცა შევიკითხოთ ვინ იყვნენ საიდან იყვნენ, არც დაუმალეს უთხრა ისინი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ოპერაციას ატარებდნენ. ფილარმონიიდან რო წამოვედი, გამოვყვა 3 მანქანა, ჩემი მეგობარი მის მანქანაში ვიჯექი და კარგად ატარებს ძალიან და მოვასწარი. გავეკეცით და საპატრიარქოსთან შევუხვია და გადმოვხდი და იმის ოფისში შევარდი რა, ოცნების. პირველად ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ მივხვდი რომ სხვაგან. იმიტომ რომ 3 მანქანა მოდიოდა გაჭედილი ზონდერები და იმი. პროტესტის უკიდურესი ფორმა ციხეში რუსთავის მე-17 იზოლატორში მყოფი პატიმრების შიმშილობას იწყებენ. ამ ინფორმაციას მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე ავრცელებს და ამბობს, რომ ეს იქნება 5დღიანი სიმბოლური აქცია, რითაც საკნებში მყოფები ციხეებში არსებულ ძალადობას გააპროტესტებენ. არა ძალადობას, არა წამებას არ შემოხაზო 5 ასეთია შიმშილობის აქციის ლოზუნგები. პოლიტპატიმრების ორგანიზაცია ჩვენ დაწესებულებაში, მე-17 დაწესებულებაში პოლიტპატიმრები ჩავდივართ სასამშილოდ და შიმშილოდ 5 დღით. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ შეწყდეს ძალადობა, არა წამებას, არა ძალადობას და არ შემოხაზო 5-იანი, იმიტომ ჩვენთვის ეს ციფრი, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არის დაახლოებით იგივე სახის რა პარტიებიც არსებობდა ეგვიპტეში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში და სხვადასხვა ესეთ დიქტატორულ ქვეყნებში. გიორგი ტუგურს ვესაუბრეთ და აუხსენით რა პრობლემები იყო. ჩვენ უთხარით მას, რომ არსებობენ ჩვენ დაწესებულებაში არის ბაკა კოპალიანი, რომელსაც მე-4 ხარისხის სიმსივნე აქვს. ვთხოვეთ მას ამ პიროვნების განთავისუფლებას, რაც ხრაცია მას უკვე ეკუთვნის გადავადება, მას სიმსივნე განუვითარდა ციხეში ჩატარებული არასწორი ოპერაციის გამო. და ასევე არსებობენ უამრავი ავადმყოფები. არსებობს აქ არ ვრცელდება მასკერის პრინციპი, მაგრამ არსებობს პრობლემები ინფორმაციულ ვაკუუმთან დაკავშირებით. არსებობს პრობლემები უდოს კომისიასთან დაკავშირებით. აი ამ ყველა საჭიროებათა საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ. ბატონმა ტუგურსმა რაღაცები შეგვირდა,
მაგრამ მესამე დღეა რეალურად მისგან ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი. პატიმართა წამების ფაქტები მოხდა ამერიკელი მიმომხილველი სტატიაშიც. ვაშინგტონის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ლაკმუსის ტესტად მიიჩნევს. ამ სახელწოდებით ევრაზიანეთის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. კუცერას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიას ციტატები მოჰყავს. ანუ ის ფრაზები, სადაც მელია წუხილს გამოხატავს, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო კანდიდატებს შორის სახელმწიფო აუდიტის ოფისის ყოფილი თავმჯდომარე და მისი მოადგილეა. ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს დიდი ოდენობით ჯარიმები დაუწესეს. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ციხეებში მომხდარი ძალადობის ფაქტებზეც. პატიმრების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა საშინელმა ფაქტებმა ქართული პოლიტიკური სცენა წინა კვირას შეარყია. ამ თემაზე მელიამ განაცხადა, რომ ეს სიურპრიზი არ იყო, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საპრობილეებში არსებული დარღვევები ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა. წერია ევრაზიანეთის მიმომხილველი სტატიაში. დღის კიდევ ერთი მთავარი თემა დღეს გაირკვევა დაუწესდებათ თუ არა ჟურნალისტებს არჩევნების დღეს შეზღუდვა. ცესკო ახალი დადგენილების მიღებას გეგმავს. დოკუმენტის მიხედვით მედია საშუალებებს საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტო გადაღება აეკრძალებათ. დადგენილების განსახილველად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ახლა უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ინტერესით ელოდება არასამთავრობო სექტორი, რომელიც დადგენილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ფიქრობს, რომ ცესკო კანონის ჩარჩოებიდან გადის. ამ წუთებში საარჩევნო ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი ცესკოს დადგენილების გაუქმებას ითხოვენ. ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია მუშაობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. იმედა, დაიწყო თუ არა სხდომა და რა წინასწარი განცხადებები კეთდება შენობის შიგნით და გარეთ? Თამთა სხდომა დაიწყო, მე ახლა ოპერატორს ვთხოვ გაჩვენო თუ რა ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ადამიანები საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების შესაძლო აკრძალვას აპროტესტებენ. აქ არიან რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული ოცნების აქტივისტები. ამ წუთებში ამ შენობაში სწორედ ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. რასაც ცესკო აპირებს, საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მოყვა. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისია გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაა. თამარ ჩურგოშვილის თქმით, ცესკო კრძალავს არჩევნებზე დარღვევების დაფიქსირების შესაძლებლობას. მან მაგალითი მოიყვანა და გაიხსენა, რომ წინა არჩევნებზე ვიდეო ჩანაწერების დროსაც კი რთული იყო კომისიის დარწმუნება, რომ დარღვევები ხდებოდა. და მაშინ, როცა ეს ჩანაწერები არ იარსებებს, მით უმეტეს შეუძლებელი იქნება მათი დარწმუნება. ჩვენ შეგვიძლია ეს შეფასებები მოვისმინოთ. კანონში სადაც ჩვენურად არის გაწერილი როგორ უნდა იმუშაონ ჟურნალისტებმა და როგორ უნდა მიმდინარეობდეს ფოტო ან ვიდეო გადაღება კენჭისყრის უბანზე, შესაბამისად არანაირ დამატებით რეგულაციას და მით უმეტეს ისეთ აკრძალვებს, რომელიც საერთოდ შეუძლებელს გახდის გადაღებას, არანაირი ასეთი საჭიროება არ არსებობს. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მისცემს ხმას, აქვს უფლება იცოდეს, როგორ არის მისი ხმა დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს, ჟურნალისტებს არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საარჩევნო პროცესს სრულყოფილად დააკვირდეს, სრულყოფილად გადაიღონ მიმდინარე მოვლენები, არც ერთ მოქალაქეს არ ექნება განცდა, რომ მისი ხმა არის დაცული, რატო უნდა ენდოს მოქალაქე ხელისუფლებას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საერთოდ არ მოხდეს განხილვა, არ მოხდეს არანაირი დადგენილების მიღება, იმიტომ რომ საარჩევნო კოდექსი ცალსახად არეგულირებს ამ საკითხს. საარჩევნო კოდექსმა თქვენს და ჩვენს დამკვირვებლებსაც მოგცა უფლება იმის, რომ მივიდეთ საარჩევნო უბანზე, გადავიღოთ და დავაფიქსიროთ როგორც ფოტო, ისე ვიდეო კამერებით ის ყველაფერი, რაც მოხდება იმ დღეს. ჟურნალისტი ლაშა ტურგუში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღებას აკრძალავს, ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის მზადება. არჩევნების გაყალბების ხელი შემშლელი არის პირველ რიგში გამჭირვალედ ჩატარება არჩევნებისა, იმ დღის გამჭირვალედ ჩატარებისა, მედიის შესაძლებლობისა თავისუფლად იმუშაოს და საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო დამკვირვებლების შესაძლებლობისა გადაიღონ და დოკუმენტებად აქციონ შესაძლო დარღვევები და თუ შენ ამ შესაძლებლობას უსპობ მას, რა თქმა უნდა, აბა მაშინ სხვა ლოგიკა რა არის? რატო გაახსენათ მაინდამის ერთი კვირით ადრე ეს ასე თქვათ ნაბიჯი, რომელიც აქამდე არ ახსოვდა. გონია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ძალიან სერიოზულ რისკიან გადაწყვეტილებას იღებს, მან პრაქტიკულად შეიძლება აი ამ ვოლუნტარიზმით თავი დააყენოს კანონგარეშე. მას ამისი უფლება არ აქვს.
კანონის უხეშ დარღვევა დაფასებს ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე ცესკოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ცესკო ამ გადაწყვეტილებით ადამიანებს არტყმევს უფლებას, რომ შესაძლო კარუსელი დააფიქსირონ. CSKO-ს აქვს ასე თქვა დადგენილების მიღების უფლება, CSKO-ს აქვს უფლება მიიღოს ნორმატიული აქტები, მაგრამ ეს ნორმატიული აქტები შინაარსობრივად არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მასზე უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტებს, ამაზეა ლაპარაკი. CSKO-ს რა თქმა უნდა დადგენილების მიღების უფლება აქვს, მაგრამ იგი არ შეიძლება კანონის რომელიმე ნორმას ეწინააღმდეგებოდეს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ მოვისმინოთ ზურაბ ხარატიშვილის შეფასება. შეიძლება ეს განხილული იქნას როგორც ამორჩეველზე ზეწოლაც, ანუ არსებობს ესეთი მოსაზრებაც, რომელიც უსაფუძვლო არ არის. უბრალოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბალანსი გამჭვირვალებასა და თავისუფალი ნების გამოხატვას შორის. პირადად მერა პოზიცია გაქვთ აი ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ აი აქ უნდა მოიძებნოს ბალანსი ზუსტად ამასთან დაკავშირებით რა. ცოტა ხანში აქ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია აიკრძალოს ფოტო-ვიდეო გადაღება საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს. გადაწყვეტილების მიღებისთანავე ჩვენ ბუნებრივია იმედაშანისავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც CSKO-ს თავმჯდომარე ტექნიკური მიზეზით ხსნის, ასე აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალდადგენილებას არასამთავრობო სექტორი. სხდომის დაწყების წინ მედიისა და არჩევნების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები ზურაბ ხარატიშვილს თბილისი მერიოჩის შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგო დასრულდა. არასამთავრობო სექტორმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ გადაწყდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მედიისთვის ახალი დადგენილების მიღება და აპირებენ თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები დოკუმენტისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას. კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს არის ჟურნალისტების მუშაობის ხელოვნურად შეზღუდვა, რომელსაც პოლიტიკური საფუძველი აქვს. ჩვენ დღეს მივედით იქ არა იმისთვის, რომ უკვე გაფართოებული შემადგენლობით გვესაუბრა იმ პრობლემებზე, თუ რას წარმოშობდა არჩევნების დღეს ამ საკითხის ამ ტიპის დარეგულირებით, არამედ მივედით იმისთვის, რომ ჩვენ მოგვესმინა პასუხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, რა გადაწყვეტილებას იღებს საღამოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. სამწუხაროდ ხარატიშვილმა ამაზე პასუხი არ გაგვცა, ამიტომ ჩვენ ამ წუთამდე არ ვიცით, რას აპირებს, რა ტიპის დადგენილების პროექტ შეიტანს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომაზე თავმჯდომარე და რას უყრიან საერთოდ კენჭს. ხედავად იმისა, რომ დღეს მთელი შეხვედრის განმავლობაში იყო საუბარი, რომ CSKO-ს ხდომა არის 7 საათზე, დავადგინეთ, რომ არის 6 საათზე ხდომა, ამიტომ ყველას გთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს, არა მხოლოდ მედია საშუალებებს, რომ ვიყოთ 6 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ახალგაზრდა იურისტების მწვავე ანგარიში, როგორია წინა საარჩევნო გარემო საქართველოში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მეორე შუალედური ანგარიში დადო. მონიტორინგმა აჩვენა, რომ წინა საარჩევნო გარემო მკვეთრად უთანასწოროა. კვლევის მიმდინარეობის დროს იურისტებმა რამდენიმე პრობლემა გამოავლინეს. დასკვნა კი ასეთია: წინა საარჩევნო გარემო მმართველი გუნდის სასარგებლოდ მეტისმეტად მიკერძოებულია. ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გამოვლენილია მომრჩევლების მოსყიდვის ფაქტები, პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის, დაშინებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევები. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ საჯარო სამსახურები, რომლებიც აპოლიტიკურები უნდა იყოს, პირიქით ძალიან პოლიტიზირებულია. პოლიცია კი ძირითად შემთხვევებში საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს. საანგარიშო პერიოდში იმატა მნიშვნელოვნად ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის დროს ხელი შეშლის ფაქტებმაც, რომლებსაც ძირითადად ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო მოხელეები ახორციელებდნენ. პოლიტიკური ნიშნის დევნის საკითხები შეინიშნება უპრეცედენტო იყო ძალადობის ფაქტები, რომელიც ამ თვეების განმავლობაში დაფიქსირდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე თუ თუნდაც პრეზიდენტის შეკრებებზე, როდესაც ცალკეულ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. იყო პოლიტიკური ნიშნის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები, ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხები, კონკრეტული პარტიის, ანუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მკვეთრად უთანასწორო გარემოა რეალურად ქვეყანაში საარჩევნო კუთხით. არის სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების თვითნებური განმარტება, შემთხვევაში კანონის და გარკვეულწილად ეს ხორციელდება მაინც და მაინც ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეები ფაქტიურად პოლიტიზირებულები არიან და საჯარო სამსახური გოვლინება პოლიტიზირებულ სტრუქტურად.
ქრწანიში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ციხეში 10 დღეს გაატარებს. ოთარ ბალანჩივაძის სასამართლო პროცესი ისე გაიმართა, რომ მას ადვოკატიც კი არ დაასწრეს. სხდომა 14 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ადგილზე მისულ უფლებადამცველსა და ოჯახის წევრებს პროცესი უკვე დასრულებული. განაჩენი კი გამოტანილი დახვდა. 10 დღიან პატიმრობას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უკვე მზად არის მოსამართლის სახელზე მომზადებული საჩივარიც, სადაც ბალანჩივაძის ინტერესების დამცველი სხდომაზე არ დასწრებას აპროტესტებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდული ფრთის ქრწანისის ორგანიზაციის ლიდერი ნაცემია. ოთარ ბალანჩივაძე სამართალდამცველებმა გვიან ღამით დააპატიმრეს. დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ქართული ოცნების წინა საარჩევნო პლაკატებს ხელდნენ. ადგილზე მისულმა ბალანჩივაძემ მათთვის ხელი შეშლა და რასაც დაპირისპირება და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. მოსამართლე გახლავთ ანგაჟირებული პოლიტიკურად, დანამატი გახდა სასამართლო სისტემა მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის და ფაქტობრივად ისე შეწყობილად მუშაობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პირდაპირ მოყავთ აყვანის დროს სასამართლოში პიროვნებები და შაბლონურად მუშაობს მოსამართლე. ხოლო სახელს დაგვარცვლია. თქვენი ვალია იდგეთ კანონის სადარაჯოზე. თქვენი ვალია დაიცვათ არა ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინტერესები, არამედ სახელმწიფო ინტერესები. დადეკით პარტიაზე მაღლა, დადეკით მიხეილ სააკაშვილიზე მაღლა და იზრუნეთ და იფიქრეთ საქართველოზე. 200 ლარით სარცის გამოყენებისთვის ქართული ოცნების კიდევ ერთი აქტივისტის სასამართლო პროცესი. ალექსანდრე ჩიქოვანი 200 ლარით დაჯარიმდა. კოალიციის მხარდამჭერს მერის ზედამხედველობის სამსახურმა ურჩევლა. ბრალდების მხარემ აქტივისტი რუსთაველის გამზირის იერსახის დამახინჯებაში დაადანაშაულა. საუბარია გზის სავალი ნაწილის სარცით მოხატვაზე. ჩიქოვანის ადვოკატი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ბრალდების მხარეს ცრუ სამართალდამღობის ოქმის შედგენაში ადანაშაულებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ აშკარად არასწორად შეადგინა კანონი ეს ოქმი თითქოს და ჩემ დაცვის ქვეშ მყოფმა შეცვალა ქალაქის იერსახე, რაც რა თქმა უნდა სიცრუე და უსწორობა არის, მაგრამ სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა ეს და ასე გამოგვიცხადა, რომ თურმე ამ მუხლშიც იგულისხმება, რა იგულისხმება და რას ფიქრობს სასამართლო, ძნელად გასარკვევია მოცემულ შემთხვევაში. მე როცა იქ დავხატე, ნახონისძიება დამთავრდა, მე ჩემი ნახატი შემდეგ წავშალე, მაგრამ მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა და მაინც გამოწერა ეს ჯარიმა და 200 ლარიანი ჯარიმით ვერავის ვერ დააშინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ ეს არის სიცრუე და ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია. კოალიციის ლიდერის განმარტებით მისი პოლიტიკური გაერთიანების მსოფლ მხედველობასა და იდეოლოგიას მოსყიდვებთან არანაირი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ახალი შეთქმელია რაღაცას მომაძაღლებენ და ეს იგეგმებოდა. პრინციპში დამბობდნენ, რომ რაღაცები აქვს და აქვს. აბსოლუტურად მოგონილია ყველაფერი. არ ყოფილა ეს და არც ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ჩვენ ვინმეს მოსყიდვაზე გვეძებნა. ეს არ ყოფილა ჩვენს იდეოლოგიაში და არ არსებობს ამის მსგავსი. ეს არის სიცრუე. და რა განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ პოლიციელთა მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწონიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე ფიგურირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას უგზავნის. მომჭებული უფლება, გთხოვთ დაადოთ ხელმორკილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისათვის შეთავაზებული 50,000 ამერიკული დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მასთან დაკავშირებული მასალების შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას. ამ განცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული ვიდეო მასალაც გაავრცელა. კადრებში ჩანან ადამიანები, რომლებიც ფულად გარიგებაში მონაწილეობენ. გაყვით 4 დღით ადრე 3 დღითაზე აშენებამდე. და რას ვაკეთებ? კი არ იდგინდა გავაკეთოთ ეს მომენტი. ეს ტელევიზიასთან გადავაცხადოთ. რა თქმა უნდა, მე ამას ყველაფერს ბიძაშენ შევეკითხები, დაურეკავ ბიძაშენ. ინფორმაცია ხაზინდა, როგორ აპირებენ ესენი გამოს. თანაჩენი კი არის ყველაფერი გაინტერესებს. მაინტერესებს. თანაჩენი მე ყველაფერი ვიცი. ეს საქმეა 100,000 დოლარია ეს კადრები. და ცალკე მოსამართლეს, ცალკე მივცემთ. აი შემიძლია. უთხარი შეიძლება სწავლოთ ჩვენ ეს თქვაზე ვარ. გარანტა მეორე პოლიმოს ბეკა და დასმო შემიძლია. ის კონკრეტული საქმეები გამიგე რომელზეც ჩვენ ისაუბრებთ, გამიგე რომელსაც ჩვენ გაახმოვანებთ. წმობილო გამიგე და
ფარულ ჩანაწერს ეხმაურება მაია ფანჯიკიძეც, ქართული ოცნების პრესპიკერი კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფალსიფიცირებულს უწოდებს. ფანჯიკიძის აზრით, ამით ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს და პატიმართა წამების ამსახველი შემზარავი კადრების გადაფარვას სურს. რაც შეეხება იმას, რომ მათ დაანონსეს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ დადებდნენ ასევე მაკომპრომეტირებულ ვიდეოებს, ამასთან დაკავშირებით და უკვე დაიწყო ეს დღეს. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელსაც მე ვერაფერს ვერ დაუმატებ. ეს არის ფალსიფიცირებული ვიდეო მასალა, ეს არის სრულიად აშკარად, არაფერი არ უშველის ხელისუფლებას, ეს არის უზნეობა. ეს არის ახალი 6-ე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში პოლიტიკური დევნის ახალი შემთხვევები. მესტიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. მათ პრეტენზიებს ახლა უფრო კონკრეტულად ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა გაგოცნობს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავთვალთ მესტიიდან. გურამ, მოგესალმები, უფრო კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს? ჩვენ ახლა ვიმყოფებით მესტიაში, სადაც სიტუაცია გუშინ დაიძაბა, როცა კახა ჟორჟოლიანი დააკავეს პოლიციის წარმომადგენლება, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ. უკვე დღეს ასევე იგეგმება კიდევ რამდენიმე მათი წევრის დაკავება ცრუბრალდებებით, როგორც ეს მოხდა მათი თქმით კახა ჟორჟოლიანის შემთხვევაში. დღეს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიკიბარეს ქართული ოცნების წევრი მურთაზ ჯაფარიძე და ასევე თავისუფალი საქართველოს წევრი ალეკო ხერგიანი, რომლებიც მესტიის საოლქო კომისიის წევრები არიან და ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ მეთოდებით ცდილობს, რომ ეს ოლქი დარჩეს კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების გარეშე ოპოზიციის მხრიდან, რათა უკვე შემდგომში მათი თქმით მოხდეს არჩევნების გაყალბება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი წევრის არეკო ხერგიანის კომენტარი, რომელიც საუბრობს ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე. მე ხვალ დილის 10 საათისთვის ვარ თურმე დაბარებული პოლიციაში. შემდეგ ამ ხნის განმავლობაში მიკავშირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მქონდა ჩართვა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებთან. ალბათ ჩემი ტელეფონი რადგანაც ისმინება და ყველას უსმენენ დღეს, გადაწყვიტეს რომ დაეჩქარებინათ პროცესი და მირეკავს გამომძიებელი ნაჭყები ავარო და მეუბნება რომ თქვენო დღეს დაბარებული ხართო მოწმის სტატუსით და მობრძანდით დაკითხვაზე. ჟორჟოლიანის მოშორების შემდეგ ალბათ დადგა ჩემი ჯერი რომ ოლქიდან მომაშორონ და გააშიშლონ ოლქი, იციან რომ ფაქტიურად წაგებული აქვს კანდიდატკვიციანს არჩევნები და უნდათ ეხლა ოლქის გაშიშვლება, რომ ამით მოახდინონ ოლქში გაყალბება, დაწოვონ ნაციონალური მოძრაობა მარტო ოლქში. კახა ჟორჟოლიანის გუშინდელი დაკავების ფაქტი თავად ქართულ ოცნებაში შეაფასეს როგორც პროვოკაცია. ისინი ამბობენ, რომ არჩილ სოფრომაძე, რომლის საჩივრის საფუძველზეც მოხდა გუშინ ქართული ოცნების წევრის და მესტიის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი წევრის დაკავება, არის კუდის აგენტი და სწორედ ამ უწყების მეშვეობით ცდილობს ხელისუფლება, რომ მოხდეს პროვოკაცია ოპოზიციის მიმართ. ასევე დღეს ამ მოვლენების პარალელურად მესტიაში გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტოვებენ პარტიის წევრები. ორმა აქტივისტმა მირანდა და მარიკვიციანმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა და ასევე უარი განაცხადა ამ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობაზე მალხაზ ფალიანმა, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატკვიციანის ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბის უფროსი იყო. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მათი განცხადებებიც. არ შეიძლება კაცობა დეპუტატობაზე გასცვალო. არ შეიძლება ადამიანის დაჭერით, ადამიანების დაშინებით და დაჭერით დეპუტატობას და სვანეთის მახშობას ვერ მიიღებ ვერასდროს. არ მინდა ნამდვილად აი მთავრობაში და ხელისუფლებაში ისეთი ტირანები და ჯალათები იყონ, როგორიც დღეს ჩვენ სათავეში გვყავს და პირადად მე ყველა ახალგაზრდას მოუწოდებ, გონს მოეგონ და ნუ ინახავენ თავს, იმიტომ რომ ეს მთავრობა არ ამგონია შერჩეს. სულ რაღაცა ერთი კვირა დარჩათ და ამ ხნის განმავლობაში მოეგეთ გონს და გააკეთეთ სწორი არჩევანი, სწორი გადაწყვეტილება. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, მსგავსი განცხადებების გაკეთება მომავალში ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრების მხრიდან არ უნდა გაგვიკვირდეს და ამ პარტიის მიმართ ზოგადად როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, იზრდება აგრესია. ჩვენ ასევე შეგვიძლია ორიოდე სიტყვით გითხრათ იმის შესახებ, თუ რა ვითარება ახლა მესტიაში. გუშინ მოხდა გაურკვეველი სამხედრო დაჯგუფებების მობილიზება დაკავების გამო. კახა ჟორჟოლიანის დაკავების შემდეგ ადგილობრივებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და ამ დროისთვის უკვე აქ არის სიმშვიდე და ასე ვთქვათ სპეცრაზმის პოლიციისა და დამატებითი ძალების გადაადგილება მესტიაში არ შეიმჩნევა.
მადლობთ გურამ, ეს იყო გურამ როგავა, რომელმაც მესტეიდან ქართული ოცნების წევრთა განცხადებები გაგვაცნო. თავდასხმა საინფორმაციო სააგენტოზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფოცხრის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ნაცემია ოპერატორი და მძღოლი. თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და გაიტაცეს ასევე კამერა. სააგენტოს ჟურნალისტი სოფო ზურაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობების აქტივისტები დაესხნენ თავს, ოპერატორი ლაშა გელაშვილი კი სასტიკად ცემეს. გამოძახების მიუხედავად საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მისულა. ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც, რომელმაც ნაცემი ოპერატორის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ფაქტზე მოკვლევას კრიმინალური პოლიცია აწარმოებს. ჩვენ მოდიოდით გარდაბნის მიმართულებით და აქ იყო ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი კოლონას გამოვყევით და რომ ჩამოვედით და ვიდეო კამერები რომ დაინახეს, დაგვეხსნენ თავს. ესენი იყვნენ აზერბაიჯანელები, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრები. დაახლოებით ძალიან ბევრი მანქანა იყო და დაახლოებით 50-მდე კაცი იყო და ჩემ ოპერატორს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. გარდაბანი გადავიღე, აი აქ რო არის რაღაც აბრა ესეთი დიდი და რატო იღებო და კაი მა აღარ ვიღებ, მე კი პროსტა მაინტერესებდა სად მიდიოდით ხო და ეს თქმა იყო და იცი რა მიქნეს. ერთი 15 კაცი მირტყავდა კამერა დამიმტრიეს, წაიღეს, კაროჩე მე ხომ მაგრამ ცემეს, ძღოლი ცემეს, შეუვარდნენ ერთი იქიდან ხრიდან მეორე აქედან რო არ გადასულიყო ან გაქცეულიყო და ისიც მაგრად ცემეს რატო. არის წნევა აქ ამჟამად და გადავიყვანთ გამოკვლევებს შევუყვანთ. რამე ხო არ აღენიშნება ისეთი რა? ისეთი არა, დათვალიერებით ისეთი არაფერი. გორში ქართული ოცნების ნაცემ აქტივისტებთან ახლობლებს არუშობენ რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ საავადმყოფოსთან გიორგი ხახაშვილისა და ვლადიმერ სუჯაშვილის ოჯახის წევრები, ასევე ქართული ოცნების გორის შტაბის ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი მივიდნენ, თუმცა პირებმა, რომლებმაც თავი დაცვის თანამშრომლება წარმოადგენეს, ახლობლების სამედიცინო დაწესებულებაში არ შეუშვეს. ადგილზე მყოფმა ინფოცხრის ჟურნალისტმა კი ამ პირებიდან რამდენიმე ამოიცნო. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სწორედ მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა მასა და ოპერატორს კარალეთის ცნობილი ინციდენტის დროს. მითითებული პირები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს დღესაც უშლიდნენ. რაც შეეხება ხახაშვილსა და სუჯაშვილს, მათ დღეს დაესხნენ თავს. ინციდენტი წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა, თვითმხილველები ხვებიან, რომ დაზარალებულები რკინის ჯოხებით სცემეს. მინდა გავიხსენ ერთი ფაქტი, როდესაც პრეზიდენტის ექსპორტს მოუვიდა ავარია და ვიღებდით კადრებს მე და ჩემი ოპერატორი, აი ზუსტად ეს ადამიანები მიზანმიმართულად გუშლიდნენ ხელს, რომ გადაგვეღო პრეზიდენტის აქ გადმოყვანილი პაციენტები, რომლებიც იქ დროს ავარიაში დაშავდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მათგანი, როდესაც მე და ჩემი ოპერატორი ლექსო ალექსიძე გვცემეს კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში, იყო იმ ეგრეთ წოდებულ ზონდერთა ბრიგადებს შორის. გაწეულია სათანადო სამედიცინო დახმარება, შემდგომ მისცემულია სათანადო რჩევა დარიგება და ამავდროულად პოლიციის სამმართველოს შეტყობინება გადასცემა. ეს არის ტერორზე გადავიდი, პირდაპირ ბრძანება აქვს შინაგან საქმეთა ministrisგან თუ ვისგან თუ პრეზიდენტისგან არ ვიცი, სადაც იჭერენ კოალიციის მხარდამჭერებს მაისურებით უმოწყალოს ცემეს, სასიკვდილოდ იმეტებენ. თქვენ შეხვედით მეგონა ნახეთ კადრები, როგორ აქვს თავი გადახსილი ახალგაზრდა 20 წლის ბიჭს. რა განარა დედამ გაზარდა, არა შობლების გაზდელია, რომ ესე უმოწყალოდ შეიძლება ადამიანი მოკალ და გაიმეტო. თავდასხმებთან ერთად გრძელდება დაპატიმრებების სერიაც. კაზრეთში ქართული ოცნების სამი მხარდამჭერი დავით ჩალიკიანი, თორნიკე ღამბარაშვილი და შოთა ბასილაშვილი აიყვანეს. თავდაპირველი ოფიციალური ვერსიით სამმა პირმა კაზრეთში ნაციონალური მოძრაობის ბანერი ჩამოგლიჯა და შტაბის ტერიტორიაზე ცეცხლის წაკიდება სცადა. თუმცა ამ ვერსიას დაკავებულების ოჯახის წევრები აბსურდულად მიიჩნევენ. დაკითხვის შემდეგ კაზრეთის პოლიციამ დავით ჩალიკიანი და შოთა ბასილაშვილი ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლა. თორნიკე ღამბარაშვილს კი ბოლნისის სასამართლომ პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 60 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაბა კაზრეთში კერძოდ მოხდა ესეთი შემთხვევა, წუხელი ვიღაცამ ჩვენ ეჭვობ, რომ თვითონ ნაციონალებმა თავიანთი ბანერი ჩამოხსნეს, რომ შემდეგ პროვოკაცია მოეწყოთ ამასთან დაკავშირებით და ვიღაცა უდანაშაულო ადამიანი დაესაჯათ, როგორც მათ ჩვევიათ. კონკრეტულად სამი პიროვნება იყო დაკავებული, ორი მათგანი განთავისუფლებულია, ეს თორნიკე ღამბარაშვილის ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯეს. ნახე შემზარავი ფაქტი. კონკრეტულად აი ბანერი 100-150 მეტრის ქვემოთ თლიანად მისი მასალა, რომელიც ჩამოხრეულია, იქაც ცეცხლის გაჩენას სადეფა როგორც ჩანს არ განვითარდა. ჩამსხვრეული იქნა ფანჯრები, ქვები და ნამსხვრევებით იყო მოფენილი მთელი შტაბის შენური ოთახი. ნაციონალური მოძრაობის დახურული შეხვედრა ბათუმში დღის ეს და სხვა ახალი ამბები რეკლამის შემდეგ.
თუ გაიგზულებენ გააკეთო არასასურველი არჩევანი და ფოტო გადაუღო ბიულეტენს. მონიშნე ის ნომერი, რომლის არჩევაც დაგავალეს. შემდეგ შემოხაზე ყველა სუბიექტის ნომერი და გადახაზე ყველა გარდა სასურველისა. დაიცავი შენი არჩევანი. 1 ოქტომბერს 20 საათზე ამომრჩეველთა ლიგა არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოაცხადებს. პარალელური დათვლა ყოველ მესამე საარჩევნო უბანზე. Exit poll 400 უბანზე. ჩვენ გეტყვით სიმართლეს. ამომრჩეველთა ლიგა. ეს არის ახალი 6-ე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ იუსტიციის სახლის წინ სტუდენტების აქციის ფონზე მობილიზებულია პოლიციის თანამშრომელთა დანაყოფები. 7 სამარშრუტო ტაქსში 150-ზე მეტი პოლიციელი იმყოფება ადგილზე, ასევე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. როგორც მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი განმარტავს, პოლიციის მობილიზება უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. ქართული ოცნების წალენჯიხის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა კვარაცხელია ციხეში 35 დღეს გაატარებს. მას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წალენჯიხის გამგებელმა მამუკა ქარდავამ უჩივლა, სასამართლო პროცესი კი უკვე დასრულდა. ქართულ ოცნებაში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ქარდავამ პროვოკაცია მოაწყო და მოწმეებად მისივე თანამშრომლები გამოიყენა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხრით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. კვარაცხელიას პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს არც წალენჯიხის გამგებელი არ დაუკითხავს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმედა ბრალდების მხარე იყო. გათავისუფლდი ამ ლოზუნგით დღეს სამოქალაქო მოძრაობამ რუსთავში საპროტესტო აქცია გამართა. მომღერლებმა, მსახიობებმა და რუსთაველმა ახალგაზრდებმა ქალაქის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და საზოგადოებას თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს. აპოლიტიკური მოძრაობა რუსთავის თეატრის მმართველის ინიციატივით დაიწყო. სოლიდარობის აქციები კი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი დახურული შეხვედრა. სხვადასხვა საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექტორები დღეს 3 საათისთვის ბათუმში სასტუმრო შერატონში დაიბარეს. მეცხრე არხთან საუბრისას პედაგოგები ამბობენ, რომ მათ რესურს ცენტრიდან დაურეკეს და შერატონში მისვლა დაავალეს, თუმცა კონკრეტულად რატომ ან ვისთან იგეგმებოდა შეხვედრა უცნობი დარჩა. პედაგოგთა ნაწილი კამერის წინ საუბარს თავს არიდებდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიდიოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გამოჩენისთანავე მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი დაატოვებინეს. გიორგი კირთაძემ განმარტა, რომ პედაგოგებს ბათუმის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხვდებიან და შეხვედრა მედიისთვის დახურულია. თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლენტეხში მართველი პარტიის კანდიდატს უპირისპირდება. ამირან გარდაფხაძე ამბობს, რომ 2009 წელს მას გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, როდესაც ლენტეხობის დღესასწაული დააფუძნა. მალევე კი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით ის სამართალდამცავებმა აიყვანეს. გარდაფხაძის თქმით, საქმეში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი ფიგურირებდნენ. თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს პროკურატურამ ბრალდება ვერ დაუმტკიცა და რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემდეგ ის გათავისუფლდა, თუმცა გარდაფხაძე ამბობს, რომ გათავისუფლების დროს მას დაემუქრნენ. თუ 2 წლის განმავლობაში ის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრიდა, ისევ ციხეში შებრუნდებოდა. ლენტეხელი კაცი ლენტეხობისათვის დამაკავეს, ანუ ჩავატარე 2009 წელს პირველად დავაფუძნე ლენტეხობა. ამის შემდგომ ამათ არ ქონდათ, როგორც მე ვხვდები, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ფინანსური ანგარიშსწორება ლენტეხობის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოხდა სრულიად ლეგალურად და გადარიცხვებით. ხო, და ეს მესიჯი იყო ის, რომ მე დღის შუქს ვერ დღის შუქს არ მანახებდნენ, თუ მე წელიწადნახევრის 2 წლის შემდგომ ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატად დავაყენებდი საკუთარ კანდიდატურას.